ყველა ბავშვი არის გენიოსი. ყველა ბავშვი არის მეცნიერი, მხატვარი, ლიდერი, ჩემპიონი. უბრალოდ ჩვენ ვასწავლით ხოლმე სტანდარტულობას, ანუ გაჩერებას. მშობლები ბრძანდებით დამეთანხმებით, რომ ბავშვი როდესაც ახალ ნივთს, მისთვის უცნობ ნივთს აიღებს, აინტერესებს, შეისწავლის, რა შვება ეს ნივთი სხვა ნივთებთან მიმართებაში. აღმოაჩენს, ამუღამებს, რომ მაგალითად რაღაც ნივთები, როდესაც დააგდებ, იატაკის ზედაპირზე ან მიწაზე დავარდნის დროს ტყდება. ზოგი ნივთი არ ტყდება და ამ აღმოჩენებს აკეთებს ხოლმე. თუმცა, როცა მაცივრიდან კვერცხს გამოიღებს და დააგდებს და გატეხავს, ჩვენ აუცილებლად მივალთ და ვეტყვით, რომ აპაპაპაპაპაპა ეს აღარ გააკეთო და ასე ვასწავლით მოქცევას. მაგრამ შემდეგ სკოლაში როცა ინტერესს აღარ გამოხატავს, გვიკვირს. მოიმე საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა. იცი რა ძალიან აინტერესებდა, უბრალოდ ჩვენ ვასწავლეთ გაჩერება. თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები ვიქნებით. ეს შეუჩერებლობა არ ნიშნავს ამ სიტყვის მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობით გაგებას. ანუ მოუსვენრობას, შეუპოვრობას, რამდენჯერაც წავიქცევით იმდენჯერ ადგომას და მსგავს თვისებებს. არამედ შეუჩერებლები ვართ მაშინ, როცა ჩვენი ეს უნიკალური ტალანტი რაღაც ფორმით რეალიზდება. შესაბამისად, ზოგისთვის შეუჩერებლობა შეიძლება ნიშნავდეს პირიქით სიმშვიდეს და მშვიდად საქმის კეთებას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს სხვებზე ზრუნვას, ბავშვებთან ერთად დროის გატარებას, ან მოხუცებთან ერთად დროის გატარებას და მათზე ზრუნვას. ასაკში ჩვენი სინანულის ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმ პერიოდებს, როცა გაჩერებულები ვიყავით და არა იმ პერიოდებს, როდესაც შეუჩერებლები ვიყავით. პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და მერე ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.